კლინიკაში ჯერ ნიკა კაპანაძის ადვოკატი არ გამოჩენილა, თუმცა პიროლებს ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით უფლებადამცველს, ვინც 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის სულ რამდენიმე საათში ოფიციალურად ბრალდებული იქნება და მის ინტერესებს დაიცავს სწორედ უფლებადამცველი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურიდან მას უთხრეს, რომ სავარაუდოდ დღესვე იქნება აქვე ღონისძიებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში პირდაპირ ალდაშვილის კლინიკიდან გადაიყვანენ სწორედ ნიკა კაპანაძეს, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო ცენტრში რჩება, წუთი წუთზე ექიმი გააკეთებს განცხადებას და სავარაუდოდ გავიგებთ, როდის გეგმავენ კაპანაძის გაწერას ალდაშვილის კლინიკასთან დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, ადვოკატი ჯერ დაკავებულს არ შეხვედრია, შესაბამისად მისი პოზიციის შესახებ უფლებადამცველს ინფორმაცია არ აქვს. როდის უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, თუ გაქვთ ინფორმაცია? დეტალები ჯერ არ ვიცით, გამომძებელთან კომუნიკაცია კი მქონდა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის წარდგენება ბრალდება და როდის გაიცნობა უპროცედურული ბრალს. თქვენ ნახეთ უკვე ნიკა? ჯერ არ მინახე, არა. აპირებთ ალდაშვილში შესვლას? რავი, მოვიფიქრე მაგასთან დაკავშირებით, როგორ განსაზღვრო პოზიციები და როგორ დავეგმო შემდეგი ნაბერებები. დიდი ალბათობით დღეს წარადგინება ბრალდება და სასამართლოში საკვეთი დღეს ჩატარდება, ესე ვფიქრობ მე. ამ წუთებში სწორედ ალდაშვილის კლინიკის ექიმი აკეთებს მედიასთან განცხადებას პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით. რა შეგიძლიათ გითხრათ პაციენტთან დაკავშირებით, როდის იგეგმება მისი გაწერა? ახლა ყველაზე მეტად ეს საინტერესებს. დამაკმაყოფილებელია პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით მისი გაწერა დღეს ყოველ შემთხვევაში არ იგეგმება. ზოგადი მდგომარეობა არის ნორმალური და რა კვლევები ჩაუტარდა, ექსპერტიზის დასკვნა თუ არსებობს უკვე, ფსიქიატრიული ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა, სამხარაულის ექსპერტები თუ იყვნენ კლინიკაში? ჯერჯერობით ექსპერტიზა არ ჩატარებია პაციენტს, იმყოფება ბადრაგის მედოვა, ოპერაციული ჩარევა აქვს ჩატარებული ჯერჯერობით მხოლოდ და მიდის შესაბამისი მკურნალობა. ან დღეს არ იგეგმება როგორც დღეს არ იგეგმება გაწერა. რა შეგიძლიათ მის მდგომარეობაზე გითხრათ? კონტაქტური არის თუ არა, არის თუ არა ადეკვატური, იმიტომ რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, მასალაც გარკვეული საბუთიც აქვს, რომ მას პრობლემები. კი ბატონო, არის ამასთან დაკავშირებით აქვს თუ არ ვცდები კი ეს ფსიქიატრიული სტატუსი. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რა. ადეკვატურია ესე პასუხობს კითხვებს? ადეკვატური არის, კი ბატონო, ოღონდ თლად ასე რომ ვთქვათ, ამ მდგომარეობაში როგორ გითხრათ ახლა, თლად ადეკვატურია. თავად გაცნობიერებული აქვს, რის გამო არის ახლა კლინიკაში? ამაზე ხომ არ ქონია კომუნიკაცია, ვთქვათ? არა, ასეთი კომუნიკაცია ჩვენ არ ქონია. თუ იცით, ჩვენება მის სასაგამოძიებო უწყებას გამოკითხეს პოლიციელებმა? რა რიცით, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ჩვენებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მაქვს ეს ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე, როგორც მოვისმინეთ, ალდაშვილის კლინიკიდან დღეს არ იგეგმება ნიკა კაპანაძის გაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ კლინიკაში მოხდება დაკავებულისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა და შემდეგ უკვე 24 საათში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. წესით დრო აქვს საგამოძიებო უწყებას, რომ მაგალითად ხვალ ჩაატარონ აქვე ღონისძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა და მიმართონ საქალაქო სასამართლოს, თუმცა კაპანაძის ადვოკატს აქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოს ხდომა დღესვე იქნება.